Hey, welcome to the Bible Learning Center right here in Tbilisi. მოგესალმებით ბიბლიის შემსწავლელ ცენტრში თბილისში. Today we're going to bring you biblical archaeology. დღეს თქვენთან მოგვაქვს ბიბლიური არქეოლოგია. The Bible is the most reliable book on the planet. ბიბლია მთელს პლანეტაზე ყველაზე სანდო წიგნია. And it has the only eyewitness account of the creation of the world. და მას ერთადერთი თვითმხილველის ჩანაწერი გააჩნია სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით. And for many of the most famous scientists, their greatest discoveries come from their faith in the Word of God. ძალიან ბევრი მეცნიერსა და მათი აღმოჩენის საწყისი იყო სწორედ რწმენა ღმერთის სიტყვისადმი. And maybe you recognize some of the names, and there are many, but names like Newton and Einstein, just to name a few. ალბათ გწოდნიათ და გსმენიათ ბევრის შესახებ იქნებოდა ნიუტონი ან აინშტაინი. The Bible is a guide to those who seek to understand the events of history. ბიბლია არის სახელმძღვანელო მათთვის და წინამძღოლი მათთვის, ვისაც სურს რომ ისტორიის მოვლენათა მსვლელობა გაიგოს. And as people follow the Bible, they make great discoveries in the field of archaeology. და ვინც მიყვება ბიბლიას, არქეოლოგიურად ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენს. And the Bible proves that our understanding of history is correct. ბიბლია მოწმობს იმას, რომ ისტორიის ჩვენეული გაგება სწორია. Well, today we're going to talk about the Tower of Babel, or Babylon. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბაბილონის ან ბაბელის გოდოლზე. This was the capital of the first world dictator. ეს იყო პირველი მსოფლიო მმართველის დედაქალაქი. And possibly the capital of the last world dictator. და სავარაუდოდ ასე იქნება უკანასკნელი მსოფლიო მმართველის დედაქალაქი. And we'll talk more about that when we look at the prophetic implications of Babylon. და როდესაც შევხედავთ ბაბილონის წინასწარმეტყველურ ამბებს, მაშინ დავწმუნდებით ამაში. Let's look at Genesis chapter 10 verse 9. მოდი ახლა წავიკითხოთ დაბადების 10:9-ში რა წერია. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე, ამიტომაც თქმულა ნებროთივით ბუმბერაზი არის უფლის წინაშე. His name, actually Nimrod's name means rebellion. ნებროთის სახელი ნიშნავს ამბოხებულს. Or let us rebel. ან ასე შეიძლება ჟღერდეს, მოდი ავბოხდეთ. And so we can see that it might be better translated to say that Nimrod was a mighty hunter in defiance of the Lord. უფრო სწორი თარგმანი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ნემროდი იყო ძლიერი მონადირე ღმერთის წინააღმდეგ მოქმედი. Let's look at Genesis chapter 11 verses 1 and 2. მოდი ნახოთ დაბადების 11-ის პირველ და მეორე მუხლებში რა წერია. ერთი პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველებდა. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. So we see that they settled in this place called Shinar. ესე იგი შინყარის ველი ნახეს და იქ დამკვიდრდნენ. So the Tower of Babel will be built in the land of Shinar. სწორედ აი ამ ველზე ააშენებენ აი ამ კოშკს. And this is very important as we're going to see this phrase used throughout the scriptures as we continue these videos. და ეს ფრაზა შინყარის ველი ან შინყარის ქვეყანა ხშირად მეორდება და ჩვენც გავიმეორებთ ხოლმე ვიდეოებში. Now in a few thousand years this will be the same place that King Nebuchadnezzar will build his kingdom, the kingdom of Babylon. რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ მოვა ვინმე მეფე ნაბუქოდონოსორი, რომელიც ააშენებს ხელახლა აი ამ კოშკს ოღონდ ბაბილონში. And he will build a ziggurat there. და ეს იქნება ზიგურატის ფორმის. And he will build this ziggurat on the ruins of the Tower of Babel. მანამდე რაც ააშენეს, ბიბლიაში ეს ჩანს, აი ეს გოდოლი მის ნანგრევებზე ააშენებს ის თავის კოშკს. And by the way, Nebuchadnezzar is the same king that will conquer the southern kingdom of Israel in 586 BC. და სხვათა შორის ეს ნაბუქოდონოსორი არის იგივე მეფე, რომელიც 586 წელს დაიპყრობს სამხრეთ ისრაელს. Daniel, Jeremiah and others talk about this time. ამაზე საუბრობენ დანიელი, იერემია და სხვა წინასწარმეტყველები. See, at Babylon we see the beginning of the kingdom of the world. ბაბილონში ჩვენ ვხედავთ მსოფლიო სამეფოს დასაწყისს. And this kingdom was headed by a mighty hunter named Nimrod. მისი პირველი მმართველი იყო აი ეს დიდებული მებრძოლი მონადირე ნიმროთი. Babylon becomes a prototype for every earthly kingdom to follow. და ბაბილონი აქედან მოყოლებული ხდება პროტოტიპი ყოველი მიწიერი მმართველობისა. Here was their arrogant objective. და მათ აქვს თავიანთი ამაყე ამპარტავნული მიზანი. Let's read chapter 11 verse 4. მოდი წავიკითხოთ მე-11 თავის მე-4 მუხლი. თქვენს აბა ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. Their desire was to build this tower that reached the heavens and to make a great name for themselves.
ასე წერია ისეთი უნდა ავაშენოთ რომ ზეცას უნდა მიწვისო და ნიშანსვეტი იქნებაო, ესე იგი ჩვენი ნიშანსვეტი იქნება სახელს გავეთქვამთ ამით. Because they didn't want to have to spread out over the face of the earth. და მე ამბობენ ჩვენ არ გვინდაო რომ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. So Babel, the kingdom of the earth, ესე იგი მიწიერი სამეფო ბაბელი it was focused on removing God from his rightful place as the creator and the creator God of the universe. სრულიად უარ ყოფდა შემომქმედ ღმერთს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს და უნდოდა რომ სხვა სრულ ღმერთი ჰყოლოდა. This was a kingdom of pride and self-sufficiency and defiance of the creator. ეს იყო შემოქმედის წინააღმდეგ ამბოხებული სამეფო ქვეყნიერების მიდრეკილებებით და ცოდვებით სავსე. Connecting ancient Babylon to the Tower of Babel and to the kingdom of Nebuchadnezzar, which will happen several thousand years later. მოგვიანებით როგორც თქვით, აი ამ ადგილას აშენდება მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონი. See, we find that the city of Babel, the earlier one, was basically unchanged. და ისე ჩანს თითქოს არც კი შეცვლილა პირველი ბაბილონი. King Nebuchadnezzar surveyed the city. He looked over the city, and in his pride and arrogance, he marveled at his own glory. ნაბუქოდონოსორი გადახედავს თავის მიერ აშენებულ აი ამ ქალაქებს და თავის თავს შეაქებს მე დიდებულად ავაგეო რა საოცარი აღმშენებელი ვარო. Let's turn to Daniel chapter 4 and read verses 29 to 30. მოდი ახლა წავიკითხოთ დანიელის მეოთხე თავის 26-27 მუხლები. 12 თვის შემდეგ ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას ალაპარაკდა მეფე და თქვა: ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე, ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საკებრად. So on that day when he said these things, a voice came from him. God spoke to him and he humbled him. And you can continue to read the story in Daniel chapter 4 to understand what took place. თქვენ თვითონ წაიკითხეთ ეს ადგილი გვერდი 662 და ნახავთ რომ არ ქონდა დამთავრებული სიტყვა რომ ღმერთის ხმა ესმა ზეციდან და დაამდაბლებს მას. But we know that the kingdom of Babylon, which kind of influences the entire world today, will be overthrown. ჩვენ კი ხედავთ რომ ამ დღეებში როცა მთელ მსოფლიოს მართლობდა ეს ბაბილონის სამეფო მალევე დაეცემა. This kingdom of worldly influence. ეს არის ქვეყნიერების გავლენის სამეფო. This kingdom of rebellion against God. ეს არის სამეფო ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებულთა. This kingdom that focuses on evil. და მათი მთავარი მიზანი არის ბოროტება. Shall be conquered by Christ. მაგრამ ქრისტე ამ ყველაფერს დაიპყრობს. And we find this in Revelation chapter 11 verse 15. და ჩვენ ამას ხედავთ გამოცხადების 11:15-ში. და მეშვიდე ანგელოზმა ჩახპერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა სამეფო ქვეყნისა გახდა სამეფო უფლის ჩვენისა და მისი ქრისტესი და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე. So Nebuchadnezzar, who ruled Babylon, the second one, ნაბუქოდონოსორი, რომელიც მეფობდა მეორე დაშენებულ ბაბილონზე, he went around when he became king and he began to restore these pagan temples all over Babylonia. ესე იგი აი ამ ნანგრევებში წავიდა პირველი ბაბილონის ნანგრევებში და აღაშენა და აღადგინა იქ ქალაქები და კოშკები. And he called himself the great restorer და თავის თავს უწოდებს დიდებულ აღმშენებელს and the builder of holy places. და წმინდა ადგილების მშენებელს. And one of the ones that he reconstructed had the inscription of his boast, and I'm going to read that right now. მრავალი შენობა აშენა და აღადგინა მან და ერთ-ერთი მათგანს აწერია ასეთი რამ, რასაც ახლა წაგიკითხავთ. I made it a wonder of the people of the world. მე შექმნი დედამიწის ხალხთა საოცრებად And I raised its top to heaven. და მისი წვერვალი მისწვდა ზეცას. Now, he's following the example of the Tower of Babel. ეს პირველი ბაბილონის გოდოლის მაგალითს მიყვება ზუსტად. See, the Tower of Babel was built in this same area იმიტომ რომ აი ეს მან იგივე ადგილას ააშენა. with the same focus. იგივე მიზანი ჰქონდა. And it would later be founded again by Babylon. და ისევ არქმევენ სახელს ბაბილონი. But the original tower is probably the original ziggurat, which where we get these ziggurats that we find all over the world today. და თავდაპირველად ეს იყო ესეთი კოშკი, რომელსაც ჰქონდა ზიგურატის ფორმა და დღეს
ეს ზიგურატის ფორმის კოშკები მსოფლიოს გარშემო მრავალ ადგილას გვხვდება. And this is a series of stages that were like stacked towers. They just reduced in size a little bit and be stacked upon each other. ზიგურატის ფორმის შენობები იყო ესეთი კოშკები, რომლებიც იწყებოდა უფრო განიერი ძირით და რაც უფრო შენდებოდა სიმაღლეში, უფრო ვიწროვდებოდა. And it resembles some sort of a mountain. რაღაც მთას მოგოგონებდა ეს. And at the top of all the ziggurats, we had the temple for the pagan priests. და საინტერესოა რომ აი ამ წვერვალებზე ზიგურატებისა იყო ტაძრები წარმართული ღვთაებების. Where they'd be closer to heaven. და მათ უნდათ რომ ზეცასთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. And they had a cultic function there. მათ ჰქონდათ სწორედ ოკულტური დანიშნულება. In the Hebrew language and in the Hebrew scriptures, when it translates this word, it says Babel, which is translated the gate of the gods. ებრაული ენა და წყაროები აი ამ პირველ სახელს აი ამ ადგილისა ამბობენ ასე ბაბელ, რაც ნიშნავს ღმერთების კარიბჭეს. And this gate or this place linked heaven to earth in their opinion, in their philosophy. თავიანთი გაგებითა და აზრით ზეცასა და მიწას აკავშირებდა სწორედ ეს ტაძარი. So heaven is talking about the nether world, so to say. როცა ზეცაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, გულისხმობთ სხვა სამყაროს. So the purpose of the ziggurat may have been for deities to access the earthly realm of mankind. ამიტომ მათი ზიგურატის მიზანი იქნებოდა მისწვდომოდნენ საიქიო სამყაროს. And this heavenly realm of the gods, right? They would have maybe a door or some connection. და უნდათ რომ იქაური ღმერთებისთვის მიეცათ კარიბჭე რომ აქ ჩამოსულიყვნენ. And so what they were really doing is they were encouraging demonic spirits who they thought were gods to guide them. მაგრამ რეალურად რასაც ისინი აკეთებდნენ იყო ის, რომ ისინი დემონურ ეშმაკურ სულებს უხმობდნენ როგორც ღმერთებს. And interact with them. და მათთან რაღაც ურთიერთობაში შედიოდნენ. And a lot of these people thought that as rulers they were even like gods or would become like gods. და მოგვიანებით ისინი იწოდებოდნენ ღმერთებად ან ღმერთის მსგავსებად, ღმერთკაცებად. So maybe you would see these pyramid-looking structures with long rows of stairs going up to different parts so people could go up there and partake in pagan worship. ალბათ გინახავთ ხოლმე სადმე ასეთი სურათები პირამიდის ფორმის შენობებისა, რომელსაც აქეთ-იქიდან აქვს კიბეები, რომ ადამიანები ავიდნენ და რაღაც ოკულტურ წარმართულ რიტუალებში მიიღონ მონაწილეობა. And some would actually some humans would actually interact with these pagan gods. და ზოგიერთი ადამიანი შედიოდა ურთიერთობაში აი ამ ეგრეთ წოდებულ ღმერთებთან. Let's go back to Genesis and read chapter 11 verse 4 one more time. მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ დაბადების 11:4. თქვეს, აბა ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. See, they did not want to be scattered across the whole earth. მათ არ უნდათ რომ გაფანტულიყვნენ დედამიწის ზურგზე. But if we go back to Genesis chapter 9 verse 1, მაგრამ თუ ჩვენ გადავშლით მე-9 თავის it says right here, პირველ მუხში ნახეთ რა წერია. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. see, God said spread out, but one arose and started a rebellion. ღმერთი ეუბნება რომ აავსეთ მთელი ქვეყანა, მაგრამ ესენი რჩებიან ერთ ადგილზე, ამბოხებას აწყობენ. He rebelled and he built a city, ამიტომ აშენებენ ქალაქს, რომ არ გაიფანტონ. the city of Babylon, რომელსაც ეწოდება უკვე ბაბილონის ქალაქი. and built a tower, the Tower of Babel. იქ აშენებენ ბაბილონის გოდოლს. Now let's read a couple more verses right here. მოდი რამდენიმე მუხლი კიდე წავიკითხოთ. Let's read chapter 10 verses 8 through 10. მოდი წავიკითხოთ მე-10 თავის 8, 9 და 10. ქუშმა შვა ნებროთი, ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე, ამიტომაც თქმულა ნებროთივით ბუმბერაზი არის უფლის წინაშე. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი, ქალნე, შინყარის ქვეყანაში. Again, we see the land of Shinar being spoken of right here. მე-10 მუხში კიდევ ერთხელ ხვდებით აი ამ შინყარის ქვეყანას. There's a lot of influences and a lot of times that this place is mentioned. ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ნახსენები არის აი ეს ადგილი. So God knew what was going on in this city, in this tower. რა თქმა უნდა, ღმერთმა იცოდა რა ხდებოდა ამ ქალაქში, აი ამ And გოდოლში. so he came down to confound the language and force them to spread out over the face of the earth. ამიტომ წერია: ჩამოვიდა უფალი, აურია ენები
და გაფანტა დედამიწის ზურგზე. Now, the result was not that they repented and began to worship God. სხვათა შორის ამისი შედეგი ის კი არ ყოფილა, რომ მოენანიებინათ და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა დაეწყოთ. But rather they took their false religion to the ends of the earth wherever they settled. სამაგიეროდ მათ წაიღეს თავიანთი სრულ რელიგია ყველგან სადაც წავიდნენ და იქ განაგრძეს აი ამ სრულ რელიგიის თაყვანისცემა. And they began to build these high places to worship false gods everywhere they went. სადაც წავიდნენ ააშენებდნენ ხოლმე საკერპოებს, დიდ მთებს თუ კოშკებს და იქ თაყვანს სცემდნენ სრულ ღმერთებს. Continue with us as we continue to examine relevant discoveries together. დარჩით ჩვენთან და ერთად გავაგრძელოთ საოცარი აღმოჩენების განხილვა. Thanks for watching Archaeology Today. მადლობა რომ მოყოლეთ დღევანდელ არქეოლოგიას. God bless you, and I'll see you next time. ღმერთმა გაკურთხოთ, შეხვედრამდე.